გამარჯობათ მეგობრებო, არხის გამომწერებო და კარგო ხალხო. და პისტოლეტის მოყვარულებო. აი ესეთი იარაღი მაქვს. ქვია PMR 30. კელტეკია, კელტეკი ამერიკული ფირმაა და ინოვაციურ იარაღებს უშვებს რა. ანუ ყველაფრისგან განსხვავდება. თუ კელტეკის რაღაც, ანუ ისეთი ხაზი აქვს, რომ კლასიკური იარაღები ესენი არ არის. ეხლა ნახეთ. ჭიდი რამხელა აქ. და 30 ტყვია იდება იმაში რა ქვია. ой, საიდან იმაში. ჭიჭი ჩადის 30 ტყვია. ტყვიას გაჩვენებთ ეხლა რა კალიბრი არის. ჩვეულებრივი გეკოს კალიბრია და ქვია VMR AM ტყვიას. 5.6-ია, აი ესეთი რაღაცა. ანუ წინ რაც კალიბრია ჩვეულებრივი გეკოს რო ეძახიან, დანარჩენი შეხედეთ რამ სიგრძე ტყვია. პატარა ტყვია არა მაქვს რომ ამას შევადარო თვითონ გეკოსი, მაგრამ არა უშავს. მოდი. ამას ახლა მე გავტენი. გავს ხო? აი. ანუ აი ნახეთ რა. ჩვეულებრივი ტყვია, ანუ გეკოს ტყვიას რო ეძახიან და ეს რამ სიგრძეთი გრძელია. ეგ იმას ნიშნავს, რომ ამაში ბევრი ისიც იყრება, რა ქვია. დენტი. ტყვია უფრო სწრაფია და ძლიერია, რასაკვირველია. თან ძალიან იშვიათია, რომ პისტოლეტში 30 ვაზნა ჩადიოდეს. თან დაგრძელებული კი არა, როგორიც არის ეგეთი. ეს განიერია, ეს იმას გვეუბნება, რომ ტყვიები ესე არ ლაგდება პიტაპი, შავმატურად ლაგდება. და იმიტომაც მაგის საშუალებას იძლევა. ესენი იყენებენ თავიანთ იარაღებში პლასმას და ძალიან მსუბუქ იმებს, რა ქვია, შენადნობებს. აი ეს მაგალითად, აი სუპერ მსუბუქია, მაგრამ იარაღი, აი ამხელა იარაღი, იქნება ალბათ 150 გრამი. ოღონდ მართლა რა, აი სუპერ მსუბუქია, მე ესეთი იარაღი, არა პატარა იარაღი და რა მსუბუქი მინახია, მაგრამ იმის თაობაზე რომ აი ესეთ ვაზნებს ისვრის. თვითონ იარაღი ამხელა. პატარა არ არის. აი თითებს ვერც ვაწვენ, აი იმხელა. მაგრამ აი ესეთი ტიპია რა. მოდი კაი. ვილაპარაკო თვითონ იარაღზე. განხილვის წინ ზოგი მწეს რომ რატომ მიუშვირო ოპერატორს. ხო, ვანოს ის ამჭის რა, ჭირი და უნდა მოკლა. მე პროფესიონალი ეს არ გაიმეორთ. ნუ ყველა ვარიანტში. გადახსენით, ნახეთ შიგრადებს, გამოწიეთ. მოდი ვილაპარაკოთ ჯერ არ მომწონს. პისტოლეტში 30 ტყვია რატომ უნდა მიდიოდეს, მოდი ეგრე ვილაპარაკოთ. მაგრამ ჯანდაბას მიდის, აი მაგის ხარჯი ეს არის გადიდებული. ეს რო იყოს თხელი და ცოტა პატარა, ხო? და თქვა 15 ვაზნა მიდიოდეს, ხო? ან 17. კაი იქნება, ნუ ჩემთვის, მაგრამ მე პატრონის კაი დიდი ხელი აქვს, ასე რომ იმისთვის ეს არის როგორც ტკბილი რაღაცა, ჩემთვის ეს არ არის. თუმცა ისეთი მსუბუქია, რომ აი მის სიდიდეს აკომპენსირებს, აი ეგ. ხელში დაიჭერ ძალიან ისეთი მსუბუქია. სამიზნეში გაახედე. ო. შუქშენკრეფი იყვენია, 2 ცალი. მე გაჩვენეთ ახლა კიდე მეორე კეტექს, აი ესეთი. ამის განხილვა მე მაქვს. P17 შეხედეთ ზომით. როგორია? ამაში რამდენი ვაზნა მიდის? ამაში 17 მიდის და ხელიც აი როგორია, ხედავთ? უფრო კაია ჩემთვის. ეს ჩემ ხელზე არ არის. მაგრამ აი ესეთი განსხვავებაა თვითონ იარაღებში. ორივე მსუბუქია და წარმოიდგინეთ, რომ ეს ხო ამხელა. აი იმის წონა უფრო ხელში ხდებათ, ვიდრე ეს ძალიან ქარივით არის, არ ვიცი, ისგან არის გაკეთებული, მაგრამ საკეტი დაკეტილი აქ, ანუ ეს დამტყმელი მექანიზმი არა ჩანს. დაემსუბუქებინათ, ეს გაუკეთეთ მაქსიმალურად, ესეც პლასმასია ზემოდან. წარმოიდგინეთ, რულარი მარტო რკინა და ეს ჩარჩო. დანარჩენი სულ პლასმასია. აი ეს აქ მინიმალისტური, ძალიან პატარა აქ რა, ანუ გადასატენად არის რთული. ანუ აი ესე უნდა მე ყველა იარაღს ესე ვტენი, ნუ ესე. მაგრამ აი აქ რო ხელი მოკიდოთ რაღაცა არ არის რა, ესეთი. სახერხებელი.
მოდი ახლა გადავტენი და просто უბრალოდ გავისვრი. ნახოთ როგორ იმუშავება. აი ეს სასხლეტი აქამდე მოვიდა. მე რაღაცა მომენტში კიდე მოდის და მე ისვრის. მართვის ორგანოები, მართვის როგორ რა? აი ეს. წველი, ორივე მხარეს აქვს, რაც კაია, თუ ცაცია ხართ. ჩვეულებრივ გამოიყენებთ, ცოტა ჩმახურად იშლება, აი აქ ესეთი რკინა აქვს. ეს უნდა მიაწვეთ, გამოვარდება აქედან და მე უკან გამოწევ წინ და დაიშალა. რასაც მე არ გავაკეთებ. წინიდან აი ესეთი შესახედავი არ გაზის პისტოლეტი გეგონებათ ან რაღაცა, მაგრამ სერიოზულად ძლიერი არ არის. ქონდა პიკატინის თამასო უკეთია. რულად გრძელი აქვს, ანუ შორს წაიღებს, ვაზრად ძლიერი აქვს. პიკატინის თამასაც ძლიერი აქვს, რახან რულა გრძელია. ანუ აქ შეგიძლია დააყენოთ ლაზერი ან რაღაცა. ფანარი ლაზერა, პისტოლეტზე მეტი რა უნდა დააყენოთ. თუმცა ზოგი არის ისეთი, რომ რაღაცებს აყენებს. რო გახედავთ, ეს ყვითელი და მწვანე, ამაში გაახედე როგორა ჩანს. აი პირდაპირ ჩანს რა, მუქ ფონზეც და ღია ფონზეც ძალიან ტკბილა და ლამაზად ჩანს ეს იარაღი. მოდი ახლა ვისურვოთ. და ნახოთ რას იზამს. თვითონ იარაღს როგორი შეგრძნებები ექნება. ვიტყვი რომ ეს პისტოლეტი საერთოდ არ მისრულია. იარაღს მოიყვათ ისე როგორ დატენის ყოველთვის. სულ რო ცარიელი იყოს არავის არ მიუშვიროთ რა. და მოდი ეგ არ მომეწონა. თვითონ არ ტენის კაცო. ამ კელტეზე ეგეთი რამე მოსვლია, გაუჭედია, ახაც ეგეთი რაღაცა მოხდა. რაც მე საერთოდ არ მახარებს რა. ესე დარჩა. შეგინთ რაღაცა, ეს ლულა მოძრავია. აი ხედავთ წასქელებულია. რა ვიცი, ამა წამონახოთ ახლა. იარაღი კარგად ისთვის ესე მოხდა, ანუ ეს ჩემი ბრალია რა. იმიტომ რომ გაჭედა, მე რაღაცა ის ხნე, რა ქვია. გაჭედა რას ნიშნავს? ტყვიას თვითონ ძალა არ იყო. უკანეს დაებრუნებინა და პირში წაიღო ლულაში, ლულის სახში. ამიტომ მიზეს გეტყვით რა, თვითონ ეს ტყვიები 1000-ნაირი ფირმის იყიდება, რაც არის ძალიან ისეთი რა, საჭოჭმანო რაღაცა. უნდა იყიდოთ ხარისხიანი. ამიტომ რა არის, ძვირიანი ტყვია შეიძლება იყოს, მაგრამ ჯობია იყოს ძვირიანი და დარწმუნებული იყოს ეგეთი რამე არ მოხდა. იმიტომ რომ ადრე მისროლია კელტეკი და ზუსტად იგივე პრობლემა ჰქონდა აი ამ გრძელ VMR-ს. აქაც ზუსტად იგივე პრობლემა წარმოიქმნა, მაგრამ მოხვედრით. აი ძალიან კარგად ისვრის, მიზანში ისვრის. ყიდვის დროს თუ ესეთ პისტოლეტი გექნებათ, აუცილებლად დააკვირდით ვაზნებს რა. ცადეთ. პირდაპირ ვონარ გეტყვით ამ ფირმის, აი ფირმის, იმიტომ მრავალფეროვანია. იყიდეთ რამოდენმენაირი ისროლეთ, თქვა თვითონ ჭიდი, მერე თქვენ მიხვდებით რომელი ფირმის უნდა იყიდოთ. და თვითონ შემომტანებიცაც ცოდავენ, ხან ესეთი შემოაქვთ, ხან ესეთი შემოაქვთ და ეგ არის რაღაცა, რა ვიცი, რა შეიძლება სადაც ვიღაცა იმაში საკეთებს. სარდაფში. მაგრამ იარაღი მომეწონა. იმითი მომეწონა, რომ ძალიან მსუბუქი რა. და რა მიზანშიც კარგად წაიღო. აი ეს იყო EMR-30, აი აქ წერია, აი ამაზე. და აი ესეთი ძალიან შესახედაოდაც რაღაცნაირია რა. რაღაცნაირი იარაღი. ნუ ვისაც გიყვარდა ან გაქვთ თუ ან ეს გამოგიყენებიათ, აუცილებლად დაწერეთ, აი ეს პატარა პისტოლეტი, ეს კელტეკია. ეს მისროლია, პატარა ვაზნებს უფრო არ აქვს ხოლმე პრობლემა, აი VMR-ზე მინახე ესეთი პრობლემები. აი ესეთზე აი ესეთი რაღაცა ეს ნახე მთლიანად ჩარჩომოდის. მოკლედ ამას აღარ ვიცრი, იმიტომ რომ ამის განხილვა მაქვს მე. დადებული შეგიძლიათ არსე შეხედე 5-12 22 ელერი.
ამის კალიბრი კიდე გითხარით. ამითი გამოგემშვიდობით, კარგად ბრძანდებოდით, შემდეგ იარაღის განხილვით.